მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს ვისაუბრებთ ევროკავშირის ირგვლივ გამსხდარ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალზე, ალბათ რაც ამ ბოლო პერიოდში გაგვიგია. ეს ეხება ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მოხსენების პროექტის მიერ შექმნილ ანგარიშს, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ძალიან დასაბუთებულ კვლევას, რაც ეხება ევროკავშირსა და რუსეთს შორის ალუმინის მიწოდების საკითხს. მოგეხსენებათ, ალუმინი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სამხედრო ტექნიკის საწარმოებლად და ამ ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ევროკავშირი ხელს უწყობდა რუსეთს და უწყობს, იმიტომ რომ ეს გრძელდება, რუსეთს, რომ მათ თავიანთ დრონებში, თავიანთ რაკეტებში, თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოიყენონ ევროკავშირისგან მიწოდებული სხვა ძვირფასი თუ არა ძვირფასი ლითონები. და ეს როგორი პარადოქსული რამეა, რომ ერთი მხრივ ევროპას, მე მგონია, რომ ეს ევროპული გადაწყვეტილება არ არის, იმიტომ რომ ევროპა აღარ გამოხატავს უკვე თავის თავს, ის არის Deep State-ის ფილიალი ევროპული და მათ არ აქვთ თავისუფლება გადაწყვიტონ საკუთარი ბედი გულისხმობ ევროპელებს. შესაბამისად, ერთი მხრივ აფინანსებენ უკრაინას, ოღონდ ამასაც აფინანსებენ კიდე ძალიან საინტერესოდ, როგორც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაულაგა, რომ თქვენ იყიდით ჩემგან იარაღს კარგ ფასად, რომელსაც მე მივაწოდებ უკრაინას. და მეორე მხრივ აფინანსებენ ასევე კი არა და აწვდიან რუსებს ასევე აი ამ მასალებს. ანუ ჩვენ ვართ ფაქტობრივად ევროპის გახლეჩვის ფაზას უყურებთ. ეს არის შიზოფრენიული მდგომარეობა, შიზოფრენია ძველი ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ გახლეჩვას ნიშნავს და ამ მენტალური და ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის ისეთი ალუზია და მეტაფორაა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თუ ვინმე დაზარალდა ამ ომებით და მე ამ გადაცემაში ახლა ჩვენ კიდე გავშლით ამ რუსეთ-უკრაინის ესკალაციას, შემდეგ აქ ამერიკა-ისრაელი ირანის კონფლიქტს, ყველაფერს და ამ ყველაფრით ზარალდება ევროპა და ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს რამე მიზანმიმართული ევროპის დაშლის და ევროპის დაქუცმაცების პროექტი არ იყო, იმიტომ რომ კონსულელი უნდა იყოს გჯეროდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ უყურებთ, რაც ომი მიმდინარეობს, ყველაფერი მიუწევს ამისკენ. აქ არ არსებობს ხო უკვე ამდენი წელი, რომ მეხუთე წელი რომ დაიწყო, რომ ეს ომი კიდევ არ ჩერდება და არც ამაზე რაღაცა სერიოზული ნაბიჯები, ყველაფერი ისევ რიტორიკის ნაწილს რჩება, არ იდგმევა. სხვა ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებაც აღარ იძლევა უკვე, რომ რამეზე იმსჯელო, რომ აი ეს ამიტომ ხდება, ის იმიტომ ხდება. მარტო ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა დაასკვნას. ერთი ნაწილი არის, რომ ევროკავშირი აფინანსებს უკრაინას, რომ მან შეძლოს ომის გაგრძელება და შესაბამისად მისი მილიტარისტული კორპუსი ევროპის მიერ არის მხარდაჭერილი. ამავდროულად ის რუსეთთან აგრძელებს იმ სავაჭრო შესაძლებლობებს და ურთიერთობებს, რომელიც მას აძლევს აგრეთვე იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინაში კიდევ უფრო გრძელვადიანი ომი აწარმოოს. ჩვენ მივიღეთ სურათს, სადაც ევროკავშირი ევროპისგან ქმნის, ევროპისგან როგორც ღირებულებითი ერთობისგან ქმნის ერთგვარ ორობოროს, გველს, რომელიც თავის თავს ჭამს და უკვე იმ სტადიაში ვართ მისულები, სადაც არაფერი აღარ დარჩება. რეალურად ამ ღირებულებითი ევროპიდან ჩვენ, ევროკავშირზეც ცალკე საკითხი არის ის რამდენ ხანს გასტანს როგორც ორგანიზაცია, იმიტომ რომ უკვე მისი ყველანაირი ლეგიტიმაცია თუ ავტორიტეტი იმდენად არის დაზიანებული და შერყეული და მას ისე იმდენად გამოეყო და გაემიჯნა ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რომ ანუ საერთოდ დარჩენილები ვართ იმისამ, რომ მარტო headline-ებს ვისმენთ და არანაირი რეალური ქმედება აქ არ და ამას ემატება შემდეგ ისეთი ფაქტები, რომ აგერ ის სანქციები, რომლებიც ვითომ დაადეს რუსეთს, აღმოჩნდა, რომ არ მხოლოდ არიელი ფასადი, რომ მას არანაირი რეალური დამაზიანებელი ფუნქცია რუსეთისთვის არ აქვს, რომ ჩვეულებრივად გრძელდება ისევ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და თან ისეთი მიმართულებით, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ომის გახანგრძლივებასთან.
ამასთან ერთი ნაწილი არის ალუმინის ამბავი, რაც გაუსკდა, მეორე არის ნავთობის შეძენა რუსეთისგან, რომელიც სხვა შორის ევროკავშირმა უვადოდ გადადო, იმიტომ რომ გახსოვს ხო, რომ აპირებდნენ რომ საერთოდ გაეუქმებინათ და ამ საკითხის განხილვა გადაიდო უვადოდ. ეს კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ სენტიმენტს და იმ მოსაზრებას, რომ მათი სავაჭრო ურთიერთობები კი არ შესუსტდება ან რაღაც სანქციები დიდ ეკონომიკურ ზარალს კი არ მიაყენს, პირიქით უფრო გამჭიდროვდება, რუსეთი უფრო მეტად მიიღებს ფინანსურ ხეილს და რატო გამჭიდროვდება? იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან ესეთი ლოგიკური ახსნა. ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად, მართლა ნამდვილად ევროკავშირის მდგომარეობაზე ვთქვათ, რომ ეს არის სასაცილო მდგომარეობა. ერთი რომ რუსეთს გაუწყვიტეს, რუსეთთან გაწყვიტეს, ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობა და ეხლა უბრუნდებიან ოღონდ თავისთვისვე დამაზიანებელი, ვთქვათ, შედეგებით. ეგ არის პრინციპი რა. პირველი რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში იქ როგორც დაზიანდა და რა ვითარებაში ჩრდილოეთის მილსადენი თავარი, საიდანაც იაფი გაზი მიეწოდებოდა ევროპას, ევროპის ეკონომიკური იდენტობა, მისი ინდუსტრიული ბირთვი, ანუ ევროპა რაზეც დგას, ვთქვათ, ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიური, ინჟინრული მიმართულებით ეს არის. მისთვის გაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქიდან გამოდიოდა ენერგეტიკული ღირებულება, იქიდან იღებდნენ დენს, იქიდან ამუშავებდნენ ქიმიურ ქარხნებს, იქიდან ამუშავებდნენ ამ სასუქის წარმოების თემებს, იქიდან ამუშავებდნენ თავიანთი წარმოებას და ინჟინრულ სამეცნიერო პროცესებს, ანუ მთლიანად ამ პროცესზე იდგა ევროპა. ვიცით, რომ ეს არის ევროპული, თქვათ, მთავარი ინდუსტრიული იდენტობა, ასე ვთქვათ. ეს ამ მილსადენების დაზიანების შემდეგ, იმის შემდეგ, რომ მათ ესე იგი მოიძიეს ახალი ბუნებრივი რესურსები, ახალი წყარო, ბუნებრივი რესურსების ეს იყო ნორვეგია და გალფის ქვეყნები და ასევე ამერიკა, რომელიც თხევადი გაზით ამარაგებდა, რა თქმა უნდა, გაუძვირდა რადიკალურად, შეგვიძლია ესე ვთქვათ, რაღაცები გაძვირდა 10-ჯერ, რაღაცები გაძვირდა 15-ჯერ, 20-ჯერ და ასე შემდეგ. ელექტროენერგიის გამომუშავება გაპრობლემეს 3-ჯერ და 4-ჯერ არის გაძვირებული ისეთ ინდუსტრიულ ბირთვში, როგორც არის გერმანია მაგალითად. ეს არაერთხელ გვიხსენებია ადამიანები, როგორ თავისით გახდნენ მომსწრე, როგორ არის მთავარი ქუჩები ბერლინში და ცენტრალურ ევროპულ ქალაქებში ჩაბნელებული, როგორ არის გათბობები გათიშული მთავარ სასტუმროებში. მათ ფაქტობრივად ყველაფერი გაუძვირდათ და გადასული იყვნენ გალფის ქვეყნებიდან, ესე იგი, ნავთობის მიღებაზე და ასევე გაზის შესყიდვაზე. ამას დაემატა ახალი კრიზისი, რომელსაც ქვია ესე იგი ამერიკა, ისრაელი, ირანი. ომი რა. ირანი აღმოჩნდა ძალიან რთული მეტოქე მათთვის. ამაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ ეს ერთ შეხედვით, რასაც მეინსტრიმ მედია საშუალებები გველაპარაკებიან, ეს არ არის. და რაც ძალიან მარტივად რო შევაჯამოთ ირანზე, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის დეცენტრალიზირებული სამხედრო სისტემა, რომელიც არის ყველაზე რთული. ან გველეშაპის თავს ვერ პოულობ. ამას მოზაიკის დოქტრინა ქვია, 31 რეგიონია იქ. აიათოლა, რა თქმა უნდა, ლიდერია და სიმბოლური ლიდერიც არის და პოლიტიკური და რელიგიური განსაზღვრება აქვს მას, მაგრამ ის კიდე სხვანაირად ფუნქციონირებს ირანი, ფუნქციონირების მექანიზმი არის სხვანაირი, გუშაქთა კორპუსი არის არც ისე ხელწამოსაგრავი ორგანიზაცია და მას ყავს ძალიან ბევრი ირანს სამხედრო შეიარაღება, ის არის ტექნოლოგიური სახელმწიფო, ასევე არ გეგონოთ ძველი სირია ან ვენესუელა, მსგავსი ქვეყანა, ეს არის ძალიან ტექნოლოგიური სახელმწიფო. და შესაბამისად ჰორმუზის სრუტე ძალიან პრობლემური აღმოჩნდა ეხლა ევროპისთვის, იმიტომ რომ ის გალფის ქვეყნებიც ჯერ თავიანთი პრობლემები გააჩნიათ მათ,
არსებული აქ და ახლა და შემდეგ ევროპას რა თქმა უნდა ეს ჩვენთანაც კი აისახება ფასებზე და ხა წარმოვიდგინეთ ევროპა არის ისტორიულ ესე იგი შედეგებზე გასული ნეგატიური თვალსაზრისით ევროკავშირის ისტორიაში მსგავსი ინფლაციის დონე და მსგავსი ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა და ეს ყველაფერი რის გამო მათი თითქოს და იდეოლოგიური და ისტორიის სწორ მხარეს დგომის გამო. და Deep State-ის გეგმა რომ რუსეთი დაესუსტებინა, ეკონომიკური კოლაფსი გამოეწვია და ასე შემდეგ და დაეშორებინა ევროპისგან და მათ შორის ევროპის ეკონომიკაზეც მოეხდინა ზეწოლა, რეალურად სრულდება შეიძლება ჯერ არ სრულდება, მაგრამ მიდის იქითკენ, რომ პირიქითან რუსეთი რჩება ყველაზე ნახეირები ამ მთელი 5 წლიანი პერიპეტიებისგან, იმიტომ რომ ეხ ჰორმუზის სრუტეშიც მისი ალტერნატივას ერთ-ერთი რუსული რესურსები. ეს ერთი და მეორე ჰორმუზის სრუტეში ატარებენ ჩინურ, რუსულ და ეხლა შეგვიძლია სულ ახალი ინფორმაცია არის ოფიციალურმა ირანმა განაცხადა რომ ჰორმუზის სრუტეში უპრობლემოდ გაივლის ესპანური საქონელი. იმიტომ რომ ესპანეთმა ესე იგი არაბულ სამყაროსთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებაში გამოიჩინა თავისი სპეციფიკური პოზიცია, რომელიც განსხვავდება დასავლური პოზიციისგან. მან პირველი რო ჩაკეტა ყველა ადამიანის შესვლა ესპანეთში, ვისაც კი რაიმე სახით შემხებლობა ჰქონდა ღაზას სექტორთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეიძლება მთელ სახელმწიფოზე გავრცელდეს, იმიტომ რომ ისრაელში ყველა ვიცით, რომ გარკვეული შემხებლობა რეზერვთან და საჯარისო ნაწილებთან აქვს. ასევე პირველი ტრამპს უარი განუცხადა ესპანეთმა, რომ ჩემი ბაზების გამოყენებაზე ირანის დაბომბვასთან მიმართებაში და ჰორმუზის სრუტეში პრობლემა თუ ვინმეს ექმნება, ეს არის ეს დასავლური საქონელი. დანარჩენი ყველა ხეირობს. რა თქმა უნდა, რუსეთი განსაკუთრებით. და რომ დაუბრუნდეთ ისევ Deep State-ის მართული ევრობიუროკრატიის მიერ მართულ ევროკავშირს და იმ სანქციების წყება პაკეტებს, რომელსაც უკვე 4 წელზე მეტი არის რუსეთს ადებენ, მაგრამ თან მასთან ვაჭრობას აგრძელებენ ისე, რომ ამ სანქციებს არანაირი რეალური შედეგი არ მოაქვს, იმიტომ რომ ეს არც არის, როგორც აღმოჩნდა მიზანი, უკვე მათთვის, თორე თავიდან რასაკვირველია ეს იყო მიზანი, ამ სანქციების აბსურდულობა ძალიან კარგად არის გასააზრებელი იმისთვის, რამდენად დამანგრეველი იყო ჩვენთვის და რამდენად ტრაგიკული და კატასტროფული იყო ის მიდგომა, რომელსაც იჩენდნენ ევრობიუროკრატები ჩვენს მიმართ, როდესაც მომთხოვნად გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ რუსეთს ზუსტად იგივე ტიპის სანქციები უნდა დაადოთ, მათ შორის ინდივიდუალური სანქციები, როგორც ამას ავასრულებთ ჩვენ. თქვენ მათთან უნდა გაწყვიტოთ ყველანაირი ვაჭრობა, ყველანაირი ფინანსური ურთიერთობა, საერთოდ აღარ უნდა გქონდეთ არანაირი კავშირი. მაშინ როდესაც მათი მომიჯნავე სახელმწიფო არ არის ეს, მათი მეზობელი ქვეყანა არ არის და ჩვენ გინდა არ გინდა გვაქვს ეს გეოგრაფიული მდებარეობა, გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით იქ ქართული ემიგრაცია წარმოდგენილი და შესაბამისად ჩვენთვის იქნებოდა მართლა ომის ტოლფასი ის, რომ რუსეთისთვის ინდივიდუალური სანქციები დაგვეწესებინა. ამის არ დაწესება ჩვენს მიმართ გამოიყენეს ისე, რომ აი გცილდებიან ესენი ევროპულ ღირებულებებს, მათ აღარ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის წინაღობა, რომ თქვენ გაგიხსნათ კარი მოლაპარაკებების და მუდმივად ამ შანტაჟის სპირალში ვიყავით, ხო ჩვენ? მაშინ, როდესაც ახლა უკვე დადასტურებული ფაქტებით ხედავთ და ვეცნობით იმას, რომ ჩვეულებრივად აგრძელებენ ისინი ფინანსურ ვაჭრობას რუსეთთან, ურთიერთობებს აღებენ რუსეთთან და ბოდიში მთელი წყება, როგორც ევროპული, ისე ამერიკული კომპანიები ხელახლა არეგისტრირებს სავაჭრო მარკებს რუსეთთან, აგერ ახლა უკანასკნელი იყო გუშინ, არ შეიძლება დღესაც ვინმე დაემატა, მაგრამ გუშინდელი ცნობით, გუშინ უკანასკნელი რაც ვნახე იყო, რომ Netflix-ი ბრუნდება რუსეთში. ხო, ანუ არ არის ხო ესე იგი პრობლემა და არ ყოფილა ამხელა კატასტროფული აუცილებლობა, რომ საქართველოს ინდივიდუალური სანქციები დაედო რუსეთისთვის თავისი ეკონომიკა გაენადგურებინა. არა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხო ეგ არის, რომ ჩვენ
არა მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს გთხოვდნენ, ჯერ ეს ერთ გთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, გთხოვდნენ ჩარტერის დანიშვნას, რომლითაც გავაგზავნდით მოხალისე მებრძოლებს, ჩვენ გთხოვდნენ გაგზავნას არა ჰუმანიტარული ტვირთის, რომელიც საკმარისი არ იყო, არამედ ტყვია-წამლის და შეიარაღების, ჩვენ გთხოვდნენ აფხაზეთში შეჭრას, ჩვენ გთხოვდნენ ოსეთში შეჭრას, ჩვენ გთხოვდნენ აი მსგავს მოქმედებებს და ეკონომიკური საქმიანობა რაც შეეხება, ჩვენი ეკონომიკა უნდა დანგრეულიყო, ჩვენი ქვეყანა უნდა დანგრეულიყო, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება კი არ გვავიწყდება, უბრალოდ აღნიშნავს და ყურადღების მიქცევას საჭიროებს აი რეტროსპექტივაში. ახალი გადმოსახედიდან აი იმ პერიოდს რო გავხედოთ რა. ის ევროპა, რომელიც ჩვენ გთხოვდა, არა იმიტომ რომ ჩვენ მეტად მიმული ვიყავით და უფრო აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა გქონდა, უფრო რესპექტაბელური იყო, არა და თხოიდიგივე ადამიანები არიან. რატო? ესეთი გაბანძებული, რაც ამ 4-5 წლის შემდეგ დაიმართა ევროპას, ესეთი გეომეტრიული პროგრესით, ესეთი დაჩქარებული, ფორსირებული ტემპით, ის ევროპა, რომელთან ჩვენ ურთიერთობა გქონდა და 5 წლის შემდეგი ევროპა ეხლა არის სადა დედამიწა. ანუ ეხლა არის სასაცილო ეს მდგომარეობა, რომ მაშინდელი მითითება იყო, რომ არასწორს მიგვითითებენ თითქოს დიდი ბიძიები. და ეხლა არის, რომ აქეთ შეგვიძლია მიუთითოთ, რა უნდა მიგვითითოთ მაგათმა და რა აროგანტული ტონი უნდა ქონდეს ვიღაც საცოდაოებმა. შენი მითითებული ხო, აი მოგონთ ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ მე დავიჯერე ამ იდეოლოგიის ამდენს რო ვლაპარაკობ ამდენი წელი წმინდად გრძნობად ობიექტურ რეალობით განყენებული დათვლადი ინფორმაციით, რომელიც მოვიყვანეთ აგერ. როგორ შეიძლება შენ გაიძვირო ყველა პროდუქტი, ყველა წარმოება, პრობლემა შეუქმნა შენ ინდუსტრიულ იდენტობას, მხოლოდ იმის გამო, რომ ვითომ ღირებულებითი აცდენა გაქვს ვიღაცასთან, მაგრამ ამავე დროს ეხლა უბრუნდებოდე. თურმე არ გქონია ეს ღირებულებითი აცდენა, ხო? ამ ვიღაცამ გაგაკეთებინა. რა თქმა უნდა. აი ამაზე მაქვს რა პრობლემა და ჩვენი მაყურებლისთვის და ზოგადად ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის კარგად გააზრება, რას ნიშნავდა ჩვენ რო ჩართულიყავით ამ სანქციებში, იმ სანქციებში ზუსტად რომელსაც თავად ევროკავშირი გვერდს უვლის და ჩვეულებრივად აგრძელებს რუსეთთან ვაჭრობას, რა ტიპის ზიანი მიადგებოდა საქართველოს, იმიტომ ჩვენ ხშირად გვისაუბრა მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ რომში ჩართვას გთხოვდნენ, ნუ ეს რა იყო და ეს გასაგებია ხო, ეხლა ომში რო შეხვალ რუსეთთან საქართველოს განადგურდება. მაგრამ ის რომ სანქციებისგან მიღებული ზარალი რას გაუტოლდებოდა ჩვენთვის ამაზე საკმარისად ჯერ კიდევ მე მგონი არ გვისაუბრია და საკმარისად არც ამის გააზრება არ მომხდარა. ანუ ჩვენ რო დღეს საუბრობთ იმაზე და ტაშს რო უკრავენ ჩვენ ქვეყანას მაგაზე რო ვერავინ ვერ გედავება რომ შენ ეკონომიკური ზრდა გაქვს და ამ ქვეყანაში დეფიციტი რო არ არსებობს, რაღაცა რიგები რო არ იქნება რაღაცა კონკრეტულ პირველადი საჭიროების პროდუქტზე და ასე შემდეგ და მსყიდველთუნარიანობა რო არსებობს საზოგადოებაში, ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის დამსახურება, რომლის მიხედვითაც ჩვენ საკუთარი თავის საზიანო სანქციებს არ შევერთით ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მაგრამ ამასთანავე ახსენე რომ აბსოლუტურად ყველა კოლექტიური სანქცია რაც კი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დაუჭირეთ ყველგან მხარი დაუჭირეთ და რამდენიმე აქეთ ვიყავით ინიციატორები მიუხედავად ამისა ევროკავშირი ჩვენ გვიდგებოდა რომ თქვენ აცდით ჩვენს ყველანაირ ღირებულებით ვექტორს და ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი უსამართლობა ყველაზე დიდი უკანონობა მათ შორის ჩვენ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ჩვენი განადგურებისკენ მოწოდება. ანუ ამას სხვა ვერაფერი ვერ დაარქვეს ისტორია. ადამიანებს ევროპა აი ეს თქვათ ანთროპოლოგიური სივრცე რატომ მოსწონდათ? იმიტომ რომ მასში ხედავდნენ უსაფრთხოებას, მასში ხედავდნენ კეთილდღეობას, სამართლიანობას და თანასწორობას. აი კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპს, რასაც welfare state ქვია და იმ სოციალურ პაკეტებს და სოციალურ სახელმწიფოს პრინციპებს. უყურებთ, რომ ეს ყველაფერი განადგურებულია ევროპაში. ევროპა თავის თავს ჭამს, ან ვიღაც აძალებს, რომ შეჭამოს თავის საკუთარი თავი, ანუ ეკონომიკურად განადგურდეს, კულტურულად, საიმიგრაციო კრიზისმა და პოლიტკორექტულობის ტრენდმა და აი ამ ახალმა ანთროპოლოგიამ გენდერულმა, რომელიც ანადგურებს ასევე მთელ ევროპას, მისი რელიგიური იდენტობა ნადგურდება და რა აღარჩება ევროპისგან. ანუ ეს ევროპა რომ მიგითითებს რამეზე, ესე იგი იმის საპირისპირო უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა.
ის შენ რაც ჩამოთვალე უკვე ქცეული არის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატად, ხო, კი ბატონო, რომელიც შეგიძლია რაღაცა ძველ კინოკადრებში, ძველ დოკუმენტალისტურ კადრებში, ძველ ლიტერატურაში ამოიკითხო და აი რაღაც რომანტიკულად, ნოსტალგიურად თქვა რომ ვირა მაგარი სივრცე იყო ეს. ცოცხლად თუ გინდა, ყველა ქალაქს აქვს ძველი ქალაქი, მაგრამ იქ გაგძარცვავენ დიდი ალბათობით. Pickpocket-ი. ხო, ანუ დღეს ამით დავასრულებთ. კიდევ ბევრი შეფასება მოყვება რასაკვირველია იმას თუ რას ნიშნავდა ის ერთი რაშიც გვითრევდნენ ჩვენ და მეორე რაზეც თვითონ აცხადებდნენ რომ ჩვენ აი ამის ავანგარდში ვდგავართ და ამას ავასრულებთ და ამის დასაცავად ვაკეთებთ. ამ ყველაფერს ეს კიდევ უფრო მეური და ბევრი რაღაც გამოჩნდება და გამოაშკარავდება რასაკვირველი, მაგრამ დღეს ამაზე შევჯერდით ჩვენ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.